გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. Რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია სახელწოდებით ახალი ადამიანი ახალ მღვდელს ითხოვს. ვფიქრობთ, ეს თემა საჭიროებს გარკვეულ კომენტარებს, გამომდინარე იმ გარკვეული რეზონანსისგან და იმ კომენტარებისგან, რომელიც ჩვენ მივიღეთ. პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, ვინ არის ეს ახალი ადამიანი. აქ ჩვენ დავესესხებით მღვდელმონაზონ სერაფიმ როუს და ის კარგად აღწერს ამ ადამიანს. ეს არის ფერს დაკარგული ადამიანი, რომელიც დახშულია ჭეშმარიტებისთვის, დახშულია აბსოლუტური ჭეშმარიტებისთვის, მაგრამ ღია ყოველგვარი ახალი შემოტანისთვის, ახალი გამოცხადებისთვის, ესე ტერმინს იყენებს მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი. ის მუდამ განახლებას ცდილობს და სულით მეამბოხია, რევოლუციონერია და თulis რომ ყველაფერი ის რაც ხდება მის ირგვლივ ის ამის ღირსია და მხოლოდ საუკეთესოს ღირსია. ერთი სიტყვით ის ჰუმანისტია, ადამიანი რომელმაც გააღმერთა მხოლოდ ადამიანი, არა ღმერთკაცობრივი ადამიანი, არამედ ადამიანი და ყველა მას უნდა ემსახურებოდეს. ეს გარკვეული იდეოლოგიური კლეშია, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით, რომელიც ლიბერალიზმის ფარგლებში განვითარდა მთელ მსოფლიოში და ჩვენ მაგის ნაყოფს ვიღებთ, რასაკვირველია. ვინ არის კიდევ ეს დამატებით რო ვთქვათ, ეს ახალი ადამიანი? ახალი ადამიანი, როგორც უკვე ვთქვით, ის მოდერნისტია, ის ახლის შემომტანია, მუდმივად განახლების ძიებაშია. ის ვერ იტანს ყველაფერს, რაც არის ძველთან დაკავშირებული, ის არ ღებულობს ეკლესიის ჭეშმარიტებას ისეთის, როგორიც არის ის, მას არ სჯერა, არ სწამს ეკლესიის ისე, როგორც ეს ეკლესია ასწავლის, ამიტომ ჩვენ მათ მივიჩნევთ, ჩვენ არა, ეკლესია მიიჩნევს ასეთ ადამიანს ურწმუნოდ, რადგანაც მას არ სწამს ისე, როგორც ამას ეკლესია ასწავლის. რადგანაც ეძებს განახლებას, ეძებს ახალ გამოცხადებას, ეძებს ახალ გამართლებას იმ ცხოვრების წესისა, რომელშიც ის ცხოვრობს. ასეთია ეს ადამიანი, ის დავესესხოთ ნეტარ ავგუსტინეს, არა ღვთაებრივი ქალაქის მშენებელია, არამედ ადამიანური ქალაქის მშენებელია, ის მთლიანად ამქვეყნიურია, ამ ქვეყნისკენ არის მიდრეკილი მისი აზრები, მიზნები, ცხოვრების წესი და ყველაფერს ცდილობს ყველაფერი მოარგოს ამ რეალობას, რომელშიც ის იმყოფება. შესაბამისად ის თulis რომ მას არაფერი არ აქვს შესაძლებელი და პირიქით ეკლესიამ უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება იმ სიახლეების მიმართ, რომელიც ხდება ცხოვრებაში. ანუ იმ გამოწვევებს, რომელიც თანამედროვე ადამიანს გააჩნია, ისინი თვლიან, რომ ეკლესია ამას ვერ პასუხობს, მათი აზრი ასეთია და შესაბამისად ეს უნდა შეიცვალოს. არა თვითონ უნდა შეიცვალონ, არამედ ეკლესიამ უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელი იყო და ყოველთვის პასუხობდა იმ მოთხოვნებს, რომელიც ნებისმიერ თაობას, ნებისმიერ ეპოქას ახასიათებდა. ესე არ თulis ახალი ადამიანი. ბუნებრივი ახალ ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა. რა არის ეს მხარდაჭერა? მას სჭირდება მხარდაჭერა ეკლესიაში. ანუ მას სჭირდება ადამიანები, ვინც გაამართლებს ამ მათ პათოს, მათ აზროვნებას. ერთი სიტყვით მათ სჭირდება მღვდელი, რომელიც ილაპარაკებს მათ ნაცვლად. მათ სჭირდებათ მღვდელი, ახალი მღვდელი, რომელიც ამ აზრების გამტარებელი იქნება, ის ერთგვარი გამგრძელებელი იქნება ამ სულისკვეთების, რომელიც მასში არის და ამ ერთგვარ ბრჭყალებში გულის ტკივილს გაიზიარებს. ასეთი ადამიანი. და ბუნებრივი ასეთი ადამიანები არიან ეკლესიაში. მე ვიტყოდი, რომ ეს ახალი ადამიანები, რომლებიც დღეს ახალ მღვდლებად გარდაიქცნენ, ისინი თავიდანვე მეამბოხეები იყვნენ. მათ თავიდანვე არ სწამდათ ეკლესიის სწავლების ისე, როგორც ამას ეკლესია ასწავლის, თავიდანვე ჰქონდათ ეს გარკვეული ხუშტური და რევოლუციური აზრები, მოდერნისტული აზრები, შეცვლის, განახლების და რელატივიზმის ასევე აზრები, ეს ყველაფერი მათ დიდი ხანია ჰქონდათ და ეს ცვლილებები მათში არ მომხდარა. უბრალოდ ამ კონტექსტში უკვე, როდესაც ისინი მღვდლები გახდნენ, იგივე პათოსს აგრძელებენ და
აამებენ, ჭყალებში შეიძლება ითქვას, იმ ადამიანებს, რომლებიც მათი თანამოაზრეა. ეს ერთი სიტყვით უფრო ამ ქვეყნიურ ადამიანს, რომელიც არასდროს არ აპირებს გამოსწორებას. ის არ თვლის, რომ ეკლესია ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. შესაბამისად, მისთვის ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინსტიტუცია, რომელმაც ერთ-ერთი აზრი გამოთქვა, რომელიც არა აქტუალურია დღევანდელ დროში. ამრიგად, ის იმედზია სწორედ ამ ახალი მღვდლის. და ვინ არის ეს ახალი მღვდელი? ეს გაგრძელებაა, ახალი ადამიანის გაგრძელება. ის იგივე ახალი ადამიანია, როგორც უკვე ვთქვით, მოდერნისტული ადამიანია და რა ახასიათებს მას, ამ ახალ მღვდელს? მას ახასიათებს იქ ყოფნა, სადაც ახალი ადამიანია. იმიტომ რომ სხვაგან ის კარგად ვერ გრძნობს თავს. სადაც გრძნობს ის კარგად თავს? ის გრძნობს კარგად თავს ლიბერალურ პოდკასტებში. ჩვენ ხედავთ ხშირად ასეთ მღვდლებს, რომლებიც პოდკასტებში ღებულობენ მონაწილეობას და რა ახასიათებთ მათ? მუდმივი გამართლება ამ ადამიანების სულისკვეთების. თითქოს მამხილებელ სიტყვას ამბობენ, თითქოს ქადაგებენ, სინამდვილეში მათ ის გულში ჩარჩენილი, მათში ყოფი ეს სულისკვეთება არა მართლმადიდებლური პირდაპირ შეიძლება ითქვას, არამედ უფრო ადამიანური და ჰუმანური გაჟღერებას იწყებენ. ეს უკვე მათ გააკეთენ დიდი ხნის წინ, თავიდანვე ჰქონდათ ასეთი შემართება და არა შემთხვევითია, როდესაც ისინი არიან მოწვეულნი ამ თუ იმ ლიბერალურ გადაცემებში, რადგანაც იქ სწორედ ჟღერს ის, რისი მოსმენაც ამ ახალ ადამიანს სურს. ამრიგად, ეს ახალი მღვდელი, ერთგვარი გაგრძელება, ის აჟღერებს იმას, რაც ახალ ადამიანს სურს და ამას დაარქვეს რწმენა, ამას დაარქვეს ის სწორი სარწმუნოება და ხშირად იყენებენ ასეთ ტერმინებს, როგორიც არის ჩვენ არ უნდა ვიყოთ რელიგიურები, ქრისტე არასდროს იყო რელიგიური და ასე შემდეგ, ხო, არასდროს არ გამოხატავდა სულიერებას და მსგავსი რაღაცა, თითქოს კრიტიკული აზროვნება, თითქოს ფარისევლობის ხილებაა ეკლესიაში, მაგრამ სინამდვილეში ეკლესიის ტრადიციებისადმი ბრძოლა. სწორედ ეს ჩანს, სწორედ ეს კრიტიკა ჩანს და გამოცდილი თვალით სწორედ ამას ხედავთ. გარდა ამის, ამას ყველაფერს აქვს შედეგი. რა შედეგი შეიძლება იყოს და რა შედეგი აქვს ამას ყველაფერს? პირველ ყოვლისა ის შედეგი აქვს, რომ ეს ადამიანები, როგორც უკვე ვთქვით, არც აპირებდნენ რაიმე სახის ცვლილებას, მათ არ აქვთ სინანულის განცდა, სინანულის სული, არამედ აქვთ ეს ერთგვარი ამპარტავნული მართალი სული, ჭყალებში მართალი სული, რომელიც თვლის, რომ ადამიანი მართალია, მე ამ პოზიციაში, რომელსაც გამოვხატავ, ანუ ჭეშმარიტი თავისუფლების ისევ ჭყალებში მფლობელი ვარ, შესაბამისად, ყველაფერი რაც ხდება და რასაც აჟღერებს ასეთი მღვდელი, ეს არის სწორი და ჩემი პოზიცია აბსოლუტურად სწორია. ამრიგად ის კიდევ დამატებით კვებავს თავის ამპარტავნებას, თავის ქედმაღლობას და ხშირად გაიძახიან ესეთი ადამიანები, ძლივს ვიპოვემ ჭეშმარიტი მღვდელი, რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს, რომელიც ჭეშმარიტებას ღაღადებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? სინამდვილეში ის ხდება, რომ ამ ახალმა მღვდელმა იცის, რომ ცრუობს. იცის, რადგანაც მან მშვენივრად იცის ეკლესიის სწავლება, მან მშვენივრად იცის, რომ ეკლესია მუდამ ზრუნავდა ადამიანს, რომ არავითარ რაღაცა ჭყალებში, ვალებში არავინ არ იმყოფება ადამიანების წინაშე, რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი სინანულის, სურვილი მოქცევის, მას ყოველთვის მოусმენენ, მას ყოველთვის აქვს საშუალება თქვას აღსარება, მით უმეტეს ეს საქართველოში მიიღოს ეკლესიურ კანონებში მონაწილეობა. ეს ყველაფერი მშვენივრად იცის ამ მღვდელმა. მან ისიც იცის, რომ ეს ადამიანები ცვლილებას არ აპირებენ. მან ისიც იცის, რომ ასეთი ადამიანები სულიერ დეგრადირებას აგრძელებენ, რადგანაც რაც უფრო ეწინააღმდეგებდა მეამბოხეს სულია ეკლესიის მიმართ და ეკლესიაზე ჩვენ როდესაც ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ გვწამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ანუ ჩვენ გვჯერა გვწამს, რომ მისი თავი არის ქრისტე და ეს არის როგორც ორგანიზმი უცთომელი სწავლება ეკლესიაში. მათ ამის რწმენა არ გააჩნია და ეს კარგად იცის მღვდელმა. ასეთმა მღვდელმა, ახალმა მღვდელმა ეს კარგად იცის და ის ცრუობს, მაგრამ ის ცრუობს იმ შიშით, ერთგვარი შიშით ამას ხშირად აღიარებს, რომ მისი სიტყვა მხილებულია. ჯერ იმიტომ არის მხილებული, რომ
როდესაც ის მიწვეულია ასეთ წვეულებებზე, ბჭყალებში, ამ პოდკასტებზე და გადაცემებში, ის უკვე იმისთვის არის მიწვეული, რომ მან უნდა გააჟღეროს სწორედ ეს ანტიეკლესიური სწავლება. აქ არის ის უკვე მხილებული. ის უკვე მოისმინეს, მისი პოზიცია უკვე შეჯერებულია, ის ამართლებს იმ განზრახვებს, რომელშიც იმყოფება ეს პარადიგმა ლიბერალური, შესაბამისად, ასეთი ადამიანი უნდა იყოს წამოწეული წინ. ეს კარგად იცის ამ მღვდელმა და მას აქვს შიში. რისი შიში აქვს? მართალის სიტყვის შიში აქვს. იმიტომ რომ მან იცის, რომ ეკლესიაში უამრავი ადამიანია, რომელმაც იცის ეს ეკლესიური სწავლება, უამრავი ადამიანი, რომელიც ხვდება, რომ ეს ადამიანი ცრუობს, მის სწავლებას მორწმუნე ადამიანი დებს ღვთის სამსჯავროს წინაშე, ღვთის სწავლების წინაშე და აქ ჩანს ის სიცრუე, აქ ჩანს, რომ ის არ ცდილობს გახადოს ადამიანი არა ამქვეყნიური. ის არ ცდილობს შემოსოს ქრისტეს სამოში ადამიანი, არ ცდილობს განაღვთოს ადამიანი, რაც არის მიზანი ეკლესიის. არა, ის ცდილობს გაამართლოს, დაინახავს bodybuilders, რომელსაც მისი გადაცემები აქვს, წამს რაღაცნაირად, მოდი აბა გავამართლოთ, როგორ გავამართლოთ. ის ამბობს, რომ სულ ზრუნავდა ეკლესია მხოლოდ ცხეულზე და ასე შემდეგ. ჩვენ კი საპირისპირო ვიცით ეკლესიის სწავლებიდან და პატერიკებიდან ყოველთვის პირიქით ხდებოდა, თუ გინდოდა სულიერი სიძლიერე, მამები ებრძოდნენ ხორცს, ებრძოდნენ ჭამას, სწორედ კუნთოვან დამოკიდებულებას ებრძოდნენ და ყველა მოღვაწე ჩვენ კარგად ვიცით, პირიქით უფრო სუსტი იყო და გაეცი სისხლი და მიიღეს სული. ეს დამოკიდებულება იყო ყოველთვის ქრისტიანული დამოკიდებულება. აქ კი არა გამართლება მიდის. მე შეხვდებიან თეატრალებს, იქ მიდის თეატრალების გამართლება, რომ ესე და ეს ხდებოდა და ყოველთვის ეკლესია ამას ბილად უყურებდა და გაგებით დამოკიდებულებაში იყო. შემდეგ მას კულტურასთან დამოკიდებულებაში, შემდეგ ნებისმიერ რამესთან დამოკიდებულებაში იწყება გამართლება. გამართლება ამ ადამიანების სიცრუისა, ამ მდგომარეობაში მყოფნისა და შესაბამისად ეს ახალი ადამიანი ხდება, რომ მას არაფერი აღარ აქვს შესაძლებელი, იმიტომ რომ აქ უკვე გამართლა, მით უფრო რომ ასეთი მოდერნისტი მღვდლები ხშირ შემთხვევაში ასევე არიან ორიგენისტები, რომ უკვე ფაქტობრივად აცხოვნეს ყველა, ეს მნიშვნელოვანი არ არის, იქ არანაირი დოგმატიკას მნიშვნელობა არ აქვს, არანაირი ღვაწლის მნიშვნელობა არ აქვს, ამას პირდაპირ ამბობენ ისინი წმინდანებად უკვე თვლიან თავს, პირდაპირ ამ პოდკასტებში აღიარებენ, ცოდვების აღიარება მანდა მაინც მნიშვნელოვანი არ არის, ეს იმ კაცს, რომელიც ეკლესიაშია დაწესებული ოდითგანვე, რომელიც მიღებული აქვს კრებებს, ასევე ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი არ არის, ამრიგად ახალმა ადამიანმა დაინახა ის, რისი დანახვაც მას სურდა. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ეხლა ასეთი მღვდლების რაოდენობა, როდესაც მატულობს, ეს ალტერნატიული აზრი რჩება თითქოს ეკლესიაში, თითქოს ამათაც აქვს ჭეშმარიტება და იმათაც აქვს. ორი ჭეშმარიტება არ არსებობს ეკლესიაში. ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია ეკლესიაში. ღვთაებრივი ქალაქის მშენებელნი, ეს არის ადამიანი, რომელიც ცოდავს, მაგრამ მას წამს ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის, მას წამს იმ სწავლების, რომელიც არის ეკლესიაში, რომელიც აბსოლუტურია, მას წამს აბსოლუტური ღმერთი, წმინდა სამება. შესაბამისად, ერთადერთი განცდა აქვს ის, რომ სინანულის თუ ვერ ცხოვრობს ქრისტიანულად ასეთი ადამიანი, ის გარკვეულწილად სულ სინანულის განცდაშია, ის გამოხატავს ადამიანების წინაშე ამ განცდას, გამოხატავს მღვდლების წინაშე, შეიძლება აღსარებამდეც მივიდეს, სინანულამდე მივიდეს მისი გრძნობა. ესეთი ადამიანი პოტენციურად ცხონებულ ადამიანს ეძახიან მამები, რომელსაც აქვს ეს სული, შემოსრული, დამდაბლებული სული, რომელიც მიუხედავად იმისა ვერ იწყებს, თქვათ, ქრისტიანულ ცხოვრებას, ამის მიუხედავად აღიარებს ეკლესიის ჭეშმარიტებას. ამიტომ ამ ახალი ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც არაფრის ცვლილებას არ აპირებს, პირიქით ის ცდილობს, რომ შენ შეიცვალო, ეკლესია შეიცვალოს, მღვდელი შეიცვალოს, ყველაფერი განახლდეს მის ჭკუაზე და ეს არის ევოლუციის გზა, ეს არის ჭეშმარიტი გზა. აქ არის მეორე ადამიანი და სწორედ ეს არის ჭეშმარიტი მორწმუნე ადამიანი, მათ შორის ეკლესიური ადამიანი პირველ ყოვლისა რასაკვირველია, რომელიც სწორად ფიქრობს, აღიარებს ერთ წმინდა კათოლიკე ეკლესიას და
სწამს ისე როგორც ეს ღვთაებრივმა წესრიგმა დაგვიწესა, ისე როგორც განცხადდა ჭეშმარიტება და ამგვარი დამოკიდებულება აქვს. ამრიგად ჩვენ რო შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი და კომენტარები იყო სხვადასხვაგვარი, დაინახეს რა მხილებულია ასეთი სამღვდელოება, რომელიც მიიდრიკის ადამიანის მიმართ, ჰუმანიზმის მიმართ, იმიტომ რომ აკმაყოფილებს მხოლოდ ამ დამოკიდებულებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ სწორი არსი ქრისტიანობის არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ ამას უყურებთ არა რაღაც ნიშნის მოგების ნიშნით, აი დავინახეთ, აი ხედავთ რა ხდება ეკლესიაში და ეს სიბინძური არა. ჩვენ გულის ტკივილით უყურებთ ამ პროცესებს. თუ ვამბობთ ამის შესახებ და ეს არის ვალდებულება, თქვა, როგორც ქრისტიანის ვალდებულება, რადგანაც სხვა შემთხვევაში შენ სიცრუეში აპირებ ყოფნა, სიცრუეში იმყოფები და შენ უბრალოდ ვალდებულება გაქვს თქვა, მაგრამ თქვა სიყვარული და იმ იმედით, რომ ეს აზრი, სწორი აზრი იქნება გაჟღერებული და შესაბამისად იქნება გაზიარებულიც კი ადამიანების მიერ. ამით მორჩა სხვანაირად არ შეიძლება, სხვანაირად არსი ქრისტიანობის იკარგება. ქრისტიანობის არსი იკარგება მაშინ, როდესაც მოდერნისტები ამ ახალი ადამიანები და ახალი მღვდლები სიახლეს თავაზობენ საზოგადოებას. არსი იკარგება მაშინაც, როდესაც მხოლოდ ცუცს ხედავ და მხოლოდ ამართლებ ამას ბოროტი განზრახვით და ერთადერთი გამართლება რჩება ის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ეს სწორი სულიერი დამოკიდებულება, სიყვარული ადამიანების მიმართ, მაგრამ ეს სიტყვა, მართალი სიტყვა უნდა გაჟღერდეს არა საკუთარი, არა ადამიანური, არა ამ ქვეყნიური, არამედ სწორედ არა ამ სოფლიური სახარებისეული და ღვთაებრივი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.